ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და დაჭრილ მებრძოლთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენ Strength ცენტრში დაიწყო ახალი პროექტი ტანსაცმლის კერვისა და კონსტრუირების შესასწავლი. ამ ეტაპზე მონაწილეობას იღებს 10 ქალბატონი, ესენი არიან ვეტერანების მეუღლეები და ვეტერანები. გარდა მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ტანსაცმლის კერვისა და კონსტრუირებისა, ქალბატონები გადიან დამატებით კონსულტაციებს იურიდიულ და ეკონომიკურ საკითხებზე, რაც მათ საშუალებას აძლევს მომავალში დამოუკიდებლად განაგრძონ საქმიანობა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს და მინდა უსურვო ჩვენს მსმენელებს წარმატება ახალ საქმიანობაში. კი ბატონო. აი ისეთ დეტალებსაც რომ ვისაუბროთ, ზოგადად აი ეს ცენტრი როგორ არა? კი. როგორ ფუნქციონირებს მაგალითად აი ყოველდღე თუ არის ღია ბენეფიციარებისთვის, ან თქვა კვირაში რამდენი დღე გაქვთ, ძირითადად რამდენი ადამიანი მუშაობს ხოლმე სივრცეში და ასე შემდეგ, რაღაც აი ყოველდღიურ დეტალებზე და თქვა თუნდაც აი ამ კონსულტაციების გარდა კიდევ არის თუ არა რამე ხელსაქმე რითიც დაკავებულები არიან ხოლმე ქალები. ჩვენთან ასევე ისწავლება ქარგვა. დრო გაქვთ მოიფიქრეთ თუ გინდათ და. ხო. ანუ კვირაში ხო არის რაღაც განსაზღვრული ხო რამდენჯერ შემოდიან ანუ ეს კურსი რამდენ ქალბატონები კვირაში ხო დავიწყო ხო ანუ ეს როგორც ქალბატონები კვირაში 2 დღე მოდიან ჩვენთან სასწავლად, არის დღის განმავლობაში დატვირთული როგორც კონსულტაციებით, ერთი დღე მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, შემდეგ სასწავლო დღე მოიცავს ეკონომიკურ კონსულტაციებს მაგალითად და დამატებით პრაქტიკული სწავლებები მიმდინარეობს, ადგილზე კერავენ, სწავლობენ თარგის აგებას, კონსტრუირებას და მათ შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს ასევე მობრძანდნენ და ამ ბაზაზე, ჩვენს ბაზაზე იმეცადინონ ის დავალებები გააკეთონ, რაც მათ აქვთ მიცემული სწავლების პროცესში. კი ბატონო. აი ახლა ვიცით, რომ 10 ქალია სულ მათ შორის არიან ვეტერანები და ვეტერანების მეუღლეები. თუ არის ეს სივრცე თუნდაც საკმარისი იმისთვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს ამაში ჩართული, ან თქვა თუ გაქვთ ახლა ეს ფანჯარა ღია იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დაგემატოთ. თუ არის თქვა რაღაც გარკვეული ლიმიტი, რომელიც გაქვთ დასასრული, რომ აი ამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ამ სივრცეში. ამ ეტაპზე არის 2-5 კაციანი ჯგუფი, ფიზიკურად არ იძლევა საშუალებას სივრცე მეტი ადამიანის მიღების, თუმცა მომავალში გეგმავთ გაფართოებას და 6-თვიანი კურსის შემდეგ უკვე შემდეგი ჯგუფების გაცნობები. მე მგონი რაღაცა აბდაუბდა ვილაპარაკე ახლა ამ წინ დადაბაში. არა, მხოლოდ საუკეთესო ნაწილებს ჩავსვათ მაგაზე არ ვიდარდოთ. ხო, რამდენი ხანია უკვე რაც ეს ცენტრი არსებობს და ამ დროის განმავლობაში აი რა პროგრესი და რა გზა გაიარეთ 2-3 წინადადებით და გაგიშვით. თუ გინდათ დრო გაქვთ და მოიფიქრეთ და ცენტრი ამ წელს დაარსდა და 2 თვე არის უკვე რაც ვართ. და ამ 2 თვის განმავლობაში რა გაიარეთ და ასე შემდეგ. ცენტრი დაარსდა წელს შემოდგომაზე 2 თვეა სულ რაც დაფუძნა და ამ ეტაპზე ჯერ რაც შევძელით არის მხოლოდ ეს 2 ჯგუფი, რომელიც დავაკომპლექტეთ და სამომავლოდ უკვე იგეგმება სხვა ჯგუფების მიღებაც. ასევე შეშმებირებით. უდიდესი მადლობა. ძალიან კარგი იყო. მადლობა.